სალამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ მინდა ცოტა ხნით გაგესაუბროთ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანი მოვლენაც მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის ეს ყველაფერი და რაზეც თბილისში ისტერიკა არის ატეხილი. ერთი ცივილკივილი არის ატეხილი. გუშინ წინ იყო ნიკოლოზ მჟავანაძემ ერთადერთმა საქართველოს მხრიდან აკრედიტირებულმა ჟურნალისტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მარია ზახაროვას დაუსვა კითხვა ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ და მარია ზახაროვამ დაახლოებით 7-8 წუთში გააკეთა ამ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი და გააკეთა კომენტარი არა ისე ჰაერზე, როგორც ამათ ჩვევიათ. მან გააკეთა ძალიან სიღრმისეული და ძალიან კონკრეტული მტკიცებულებებით, სტატისტიკით კომენტარი, რომელიც ეხებოდა ეკონომიკურ საკითხებს, ენერგეტიკულ საკითხებს და ძალიან ბევრ რაღაცებს. ბოლოში კი ასეთი პასუხი გასცა ამ ყველაფერს, ანუ კითხონ არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ აი თქვენი აზრით რა უნდა მოხდეს, რომ თბილისი იყოს მზად მოსკოვთან დიალოგისთვის. დაასაბუთა ამ ადამიანმა ყველაფერი. ხო, ჩემი გელფრენდი ზახაროვა, ხო, ძალიან მიყვარს მაგი. ფორმულას ჟურნალისტი რომ ეკითხებოდა მთელი სერიოზულობით ის რუსი ქალი თქვენი მეგობარი გოგოაო, იმ ქალზეა ლაპარაკი. ხო და იქნა იქ პასუხი გაცემული, რომ რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, რაზეც არის თბილისი მზად გველაპარაკოს, ჩვენ მზად ავართ თბილისთან ვილაპარაკოთ და არ დავიწყებთ პრანჭიაობას, ასე რომ ვთქვათ, და თუ კი თბილისის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ავართ თბილისთან დიალოგისთვის. რა თქმა უნდა, ახლა ყოველგვარი მოლაპარაკებების არანაირ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ურთიერთობის აღდგენებთან დაკავშირებით, რომელიც ყოველთვის ისმოდა, არ ყოფილა იყო კონკრეტული, უნდათ ქართველებს საუბარი ჩვენთან, ჩვენ მზად ავართ მათთან სასაუბროდ. ეს ადრეც ყოფილა განცხადებული, პუტინიდანაც მოდიოდა ეს განცხადება. მერეც იყო ნათქვამი, იყო არსებობდა რაღაც დიპლომატიური არხებზე საუბარი, მაგრამ აი კონკრეტულად ითქვა ეს ყველაფერი. ჯერ მინდა ხაზი გაუსვა ნიკოლოზ მჟავანაძის თვითონ, ვის მოსწონს ნიკოლოზ მჟავანაძე, ვის არ მოსწონს ნიკოლოზ მჟავანაძე, სხვა საკითხია, ვისაც გინდათ მოგწონდეთ, ვისაც გინდათ არ მოგწონდეთ. მათ შორის მეც ვისაც გინდათ მოგწონდეთ, ვისაც გინდათ არ მოგწონდეთ, არ მაინტერესებს. აქ არის საქმე და შედეგი. მინდა ერთი რაღაცა ვთქვა ხაზგასმით. რაც ამ კაცმა გააკეთა მისი იქ მოღვაწეობით, ეს ორი პრესკონფერენცია, რაც აკრედიტაცია მიიღო, ერთად აღებულ ვერც ერთმა პოლიტიკანურმა სივრცემ საქართველოში, ვერც ერთმა პრორუსულმა პარტიებმა, რუსულ-ქართული მისი რა ქვია დიალოგის მომხრე და ორგანიზაციებმა, დიასპორებმა, ბიზნესმენებმა, არ ვიცი, კონსერვატორებმა კრემლში რო დიალოგზე დადიოდნენ, რო გეკითხათ, ვერ გააკეთა ვერც ერთმა ამის 1%, იმიტომ რომ პირდაპირ იყო იქედან ნათქვამი, რომ კი ბატონო, ჩვენ ვართ მზად და ეხლა გააკეთებიო თავის განცხადებაში ესეთი განცხადება რუსეთის მხარეს, არა, ეს მით უმეტეს, როდესაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს და ორი ქვეყანა არის ერთმანეთთან ომის პირობებში და დაზავების და მშვიდობის ხელშეკრულება არაა, თქვენ თუ გონიათ ის 8 პუნქტიანი რამეს ნიშნავს, მოწერილი რო არის, დროებითი ცეცხლშეწყვეტის ხელშეკრულება, სხვა არაფერი არა ეს. ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი და ამას შეფასება ჭირდება თავისებური. ხო მე რა უნდა ველაპარაკო ამ ხალხს, ვინც ახლა ალბათ ამას ნიკოლოზას ქებადიდებად ჩამithვლიან. ღმერთმა გაუმარჯოს, ამათგან განსხვავებით საქმისთვისაა
ის კაცი იქ და აკეთებს საქმეს და ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, ვინც საქართველოსთვის ერთ აგურს დადებს, მოსკოვში იქნება თუ სად იქნება თუ სად იქნება. ავთქდა რა თქმა უნდა საქართველოში უკნიდან განათლებულების ტრადიციული ისტერიკა. აქ უბრალოდ ერთ-ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ვიღაცა ეს მევახშეების ის არის, რა ქვია, პარტიის ლიდერი ამას რო კითხო, იგიც პოლიტიკოსი არის თურმე და რას ქვია, რუსეთთან ჩვენ რა გვაქო სალაპარაკო, რუსებმა თავისი ფაშისტური ჯარები უნდა გაიყვანოსო. აი ისო და ტრადიციული საუბარი. და სხვათა შორის არა მარტო ნაცებიდან და აი ამ უკნიდან განათლებული სასწავლიდან. აი კოცებში რო არის, რომ ვითომ ეროვნულად მოაზროვნე ბიძინიჩები რო არიან, ეს სირი ჩამოყალიბებული. სხვათა შორის ჯავანაძის სტუდენტი იყო, რა ქვია, თანაკურსელი იყო, მე მგონი ეს ჟავანაძის, მაინც რა იყავით ამ კურსზე ეს ხალხი გადასარევია რა, მოკლედ. დინარაძეც იქ იყო, მათიკაშვილიც იქ იყო, ჩიჩილაკაც იქ იყო, რა ვიცი, სადა ქვეყანა ამ კურსზე იყო და მაგ კურსზე ერთმა თუ რაღაცა ისწავლა, დანარჩენმა რატო ვერ ისწავლეთ, ვერაფერი და პირადად დებილებივით დაღებული და გამოვიდა ეს დებილი, ამას არ ვკითხო, რომ პოლიტიკოსია და რუსეთთანო, ბიჭო, რუსეთთანო. რუსეთიო, სანამ ჯარებს არ წაიღო, გაიყვანსო, სანამ აღიარებასო არ წაიღებსო, უკანო და სანამ საელჩოებს არ გააუქმებსო, ჩვენო რა გვაქვს, ბიჭო, რუსეთთანო. აღსადგენი და საურთიერთო ვაჭრობა მოდიო. ნორმალური საზოგადოება რო იყოს, ხო, აი ამ დიშლებით დაწყებული, იმ სირით დამთავრებული, მათიკაშვილით დამთავრებული ხმას მისცემდა ვინმე გერა ტრაქში მოარტყამდა პანჩურს, სადაც მივიდოდა. იმიტომ რომ ესეთი პასუხი ასეთ საკითხთან დაკავშირებით არის იმდენად კატასტროფული და იმდენად უაზრო და რატო არის უაზრო ამას განმიმარტია და კიდევ ერთხელ განვმარტავ. ეს უაზრო, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ იმდენად დამაზიანებელი არის, რომ ეს გავს როგორი ქვეყნის წარმომადგენლის იმას, იცით, განცხადებას? ომი რო აქვს მეორე ქვეყანასთან მოგებული, ოკუპირებული რო აქვს იმ ქვეყნის ტერიტორიები და ლაპარაკი არ უნდა. და მიზეზს ეძებს. ვითომ ახლა ჩვენ გქონდეს დაპყრობილი რუსეთის ტერიტორიები და ჩვენ ვითხოვდეთ ესეთ რაღაცას. ბიჭო, ჯერ ერთი ამ დიშლებს მინდა ადრეც მიკითხია და ახლაც მინდა ვკითხო. ბიჭო, ჯარები თუ გაიყვანა, აღიარება თუ უკან წაიღო, საკონსულოები გააუქმა და რაღაცა, მერე რაზე უნდა ელაპარაკოთ? მერე რა გაქვთ ერთი სალაპარაკო უკვე დეოკუპაცია რომ მოხდება, ყველაფერი თუ მოხდა თქვენ ჩართულობის გარეშე. მერე რაზე უნდა ელაპარაკოთ რუსეთს? მერე რა გექნებათ რუსეთთან სალაპარაკო? კონტრიბუციას ხო არ მოთხოვთ? ალბათ ხო კონტრიბუციას მოთხოვთ თქვენ და რეპარაციებს ახლა როგორც ირანი თხოვს ზარალის მიყენების გამო ამ წლების მანძილზე რუსულმა ოკუპაციამ რა ზარალი მიაყენა ქვეყანას, ალბათ მერე ამაზე დაელაპარაკებით, ხო? სხვა არ ვიცი, მე ვერ ხვდები, ჟედი ნახდათ ვერ ხვდები, მე სხვა ვერ ხვდები სხვაზე რაზე უნდა ილაპარაკო, თუ კი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მოგვარდა და ყველაფერი დადგა. რა გაქვს მეტი სალაპარაკო რუსეთთან? ფრენა უნდა ვინმეს მიფრინავს. რამის გაყიდვა უნდა ყიდის. რამის შემოტანა უნდა შემოდის. ტურისტად უნდა წასვლა მიდის. იქედან უნდა შემოსვლა ვიღაცას ტურისტად შემოდის. რა გაქვთ მეტი სალაპარაკო რუსეთთან გეკითხებით? კონტრიბუცია ალბათ და რეპარაციები, რომ გადაგიხადოთ ემან, რა ქვია, რუსეთმა. ახლა მე მინდა აი ამ დებილებს ესეთი რაღაცა უთხრა ყველა ამ ტრაკიდან განათლებულებს და აი თქვენ შემოდიან და 1000 სისულელეებს რო წერენ. მე ამ ბიონაგავიდან საერთოდ აზრი არ მაქვს გამოტანილი, მაგრამ აი მაგათი ამ მაგაზრის იდეოლოგებს მინდა ერთი რაღაცა შევეკითხო. ბებია თქვენი სწაბლა ტრაკმა. თქვენი ტერიტორიები, რომელიც ოკუპირებულია. თუ თქვენ არ გინდათ ილაპარაკოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ ვინ უნდა ილაპარაკოს ქართული მიწის გულისთვის ოკუპანტ რუსეთთან? ვინ უნდა მოგიგვაროთ პრობლემები აფხაზეთში და სამაჩაბლოში საქართველოს გარეშე? აი მაინტერესებს
ვინ რომელმა ქვეყანამ უნდა და რომელი ქვეყანა არის ვალდებული, რომელი ორგანიზაცია არის ვალდებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გამო ელაპარაკოს რუსეთს. გამეცით ვინმე პასუხი. თუ ამ მხრივ ვალდებული არ არის საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ერი, თავისი პრობლემები მოაგვაროს თვითონ და თავის ტერიტორიებზე ილაპარაკოს თვითონ. თურქეთი ხო არ წავიდეს შემთხვევით და მოდი ქართველებს მაინც არ უნდათო ეს მიწაო და ესო რა ქვია ძველი ადრეო თურქეთის ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდაო და ჩვენ გვჭირდებაო აფხაზეთშიო ძველი გავლენის აღდგენაო და თურქეთი ხო არ ჩავიდეს ალაპარაკოთ და რუსეთს გამოართვას და მე თურქეთის იყოს თუ გინდათ და საქართველოს სულ არ მისცეს. თუ ირანი ხო არ ჩავიდეს ახლა ამ ომს რომ მორჩება თავისი ამბებით, პირობებით, როგორც მიდით ამ ეპშტეინის კოალიციას საქმე იმხედავთ და ალბათ აბას არაქში უნდა ჩავიდეს მოსკოვში და უნდა შეხვდეს პუტინს და უნდა უთხრას, რომ აღმოსავლეთ საქართველო აქეთკენ შიდა ქართლი და ეს ერთი პერიოდი სპარსეთის იმპერიის ნაწილი იყო და ჩვენ გვინდა ამ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებაო და ქართველებს არ უნდათ და ჩვენ უნდა ველაპარაკოთ, ხო? თუ აბა გამახსენეთ ერთი სხვამ ვინ უნდა ილაპარაკოს ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ არ გინდათ ლაპარაკი, ასაგებია. შეიძლება არ გინდოდეს ლაპარაკი, მაგრამ როდესაც ლაპარაკი არ გინდა, ასეთ შემთხვევაში ომი უნდა გინდოდეს. და ომის ტრაკი უნდა გქონდეს. რომ ლაპარაკის გარეშე, არ უნდა ეგერ ირანს ლაპარაკი ბატონო. თავაზობენ, ეხვეწებიან. ასე დავჯდეთ, ასე ვქრა. არ მაქვს თქვენთან მოსალაპარაკებელი, არაფერი ბრძოლის ველზე რაც ხდება, უნდა გადაგიაროთ და ულის. ისრაელი იქნება თუ ამერიკის ბაზები იქნება თუ რა იქნება თქვენთან არ მაქვს მოსალაპარაკო. გადახედეთ აგერ. გადახედეთ აგერ. კი ახლა გასაგებია ხო რუსთავი 2 და იმედი და ეს სერვიზიები რასაც გიდგამენ, იქ პირიქითაა ყველაფერი, უკუღმაა ყველაფერი თქვენთან უკნიდანაა, მაგრამ რეალობაში ასე არის. არ უნდა ირანს მაგათთან ლაპარაკი? საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს, რომ გაანადგუროს ამერიკული ბაზები რეგიონში. და თუ დამელაპარაკებით ჩამოწერა აგერ სიტყვები დამელაპარაკეთ ამ თემაზე, როცა იქნებით მზად. მანამდე ბრძოლა მიდის და ბრძოლის ველი გადაწყვეტავს ყველაფერს. ეს არის ალტერნატივა. მესამე ალტერნატივა მსგავსი რაღაცა ჯერ კაცობრიობის ისტორიას ჯერ არ მოუგონი. როგორ გაიწვიეს ქალბატონო ნატალია ესა რა ქვია ახლა აფხაზეთის აღიარება ერთ ღამეს დაიძინოს და მეორე დღეს გაიღვიძოს და აფხაზეთის აღიარებასო გავიწვეო, ესე გააკეთოს. მაინტერესებს, ხო, ქალბატონი ხართ, ხო? წერთ თქვენ აზრს აფიქსირებთ. მართლა მაინტერესებს თუ მაგას ახლა თქვენ რაც დაწერეთ, თუ ამას სერიოზულად ლაპარაკობთ, პოლიტიკაში კი არა, როგორ გითხრას, ქუჩაში რო ხალხი ლაპარაკობს ერთმანეთში, იმასთან თუ აქ რაიმე შეხება, გაიწვიოს ასე ერთ დღეს გამოიღვიძოს პუტინმა და გაიწვიოს. თუ არ დაელაპარაკები, ხო? არა, რო არ გაიწვიოს, არ დაელაპარაკები, ხო? და მე თუ არ დაელაპარაკები, ამით ვინ დაზარალდება? ვინ დაზარალდება? 300,000 რუსი არა აფხაზეთიდან გამოყრილი, 300,000 ქართველია გამოყრილი. რაც არის 10% მოსახლეობის. თუ არა მე მესმის რომ არ გაინტერესებთ ძალიან ბევრს ამ ადამიანების ბედი და პირდაპირ ვიტყვი ძალიან ბევრ დევნილსაც თვითონ არ აინტერესებს, იმიტომ რომ ბარეული ძალიან ბევრი დევნილი ამ დებილურ აზრზე დგას, რომ ნატომ უნდა გადაარჩინოს თურმე საქართველოს და ამერიკამ და რა ვიცი, ეს ბევრი იქაც უკნიდან განათლდა, არ ვიცი, მე თავის წინაპრების საფლავები და ეგენი არ ენატრებათ ეთყობა და არ აინტერესებთ და მარტო რუსეთი ოკუპანტიას ძახილით იკმაყოფილებენ ესა რა ქვია ამ თავიანთი კუთხის მონატრებას თუ არ ვიცი, რა ლოგიკაში ჯდება მე ვერ წარმომიდგენია. და ამერიკას და ისრაელს თავის ტკივილი აქვს ძია ეგერ. და არც მანამდე არ იკლავდა თავს პირიქით. ყოველთვის წინააღმდეგი იყო დასავლეთი, საქართველოს და რუსეთის ურთიერთობების დალაგების. რატომ აღიარა? აი მასეთი დამოკიდებულებით რომ იჯდნენ საქართველოს ხელისუფლების სათავეში 92 წლიდან მოყოლებული დღემდე
და ანტიქართულ პოლიტიკას რო აწარმოებდნენ. აი იმიტომ აღიარა. იცით რატო აღიარა? იმიტომ რომ კოსოვოში რაც მოხდა ის გააკეთა აფხაზეთში და სამაჩაბლოში. რატო აღიარა, იცი? იმიტომ რომ კარგად იცოდა რომ საქართველოში ზადდებოდა ყველაფერი იმისთვის რომ ომი დიდი მასშტაბით მომხდარიყო, საქართველო გამოყენებულიყო კავკასიის ასაფეთქებლად. რასაც სხვა ხალხები და რეგიონის სხვა ქვეყნები ჩაერთვებოდა და აი ამ აფეთქების გამო ჩრდილო კავკასიას გადაედებოდა. ამიტომ აღიარა. ბუფერი შეიქმნა უსაფრთხოების. იმიტომ რომ ფეხებზე ეკიდათ ქართველობას აფხაზეთიც და სამაჩაბლოც. 92 წლიდან დღევანდელ დღემდე. მე არ მახსოვს ერთი აქცია გამართულიყო აფხაზებთან დიალოგისთვის, აფხაზეთში დაბრუნებისთვის. აი რუსებთან არ გინდათ დიალოგი, არ გინდათ ჯანდაბას. აფხაზებთან და ოსებთან პირისპირ ქართველი აფხაზი და ოსი რო დაჯდეს. და ერთმანეთს ელაპარაკონ, ამის სურვილი ვინმეს გამოგითხვიათ? არა, ზუგდიდში ვერ ილაპარაკებთ და გალში. ცხინვალში და გორში ვერ ილაპარაკებთ. ჟენევაში უნდა ილაპარაკოთ. ამერიკელი და ევროპელი რო დაგიჯდებათ გვერდით. რო გაგიკონტროლებთ რას ლაპარაკობთ. რო არაფერი არ მოხდეს. აბა რა გინდათ თქვენ? მე კითხვას ვსვამ, გინდათ თქვენი ქვეყანა? მე ვიცი ამ ტრაკიდან განათლებულ გოგელიებს და აი ამ იმგენს რა ქვია, რო არაფერში არ აინტერესებთ. მე ნახდათ ვიცი რომ ამათ არ აინტერესებს, ამის მევახშეს არ აინტერესებს, ეს ახლა იმიტომ ავარჩიე განსაკუთრებით, რომ ამან ბიჭო ვის ოკუპაციაზე უნდა ილაპარაკოს. ამან და მისმა პარტიამ მეტი ადამიანი გამოყარეს სახლიდან, ვიდრე რუსებმა ოკუპაცია გაუკეთეს და ოკუპაციის შედეგად გამოყრილი დევნილები არიან იმაში, რა ქვია, საქართველოში. ამან და მისმა მევახშე იმან. სამევახშეო. 2008 წელს რუსეთს არ გამოუყრია იმდენი ადამიანი იმით. სახკარიდან. რაც ამან და მისმა მეპატრო და ეს კიდე პოლიტიკაშია და გამოდის და ამას ხმას აძლევს ვინმე კიდე. ქალბატონო ნატალია, თქვენ თუ დევნილი ბრძანდებით მით უმეტეს. და თქვენ თუ დევნილი ადამიანი გქვიათ, მაშინ ძალიან კარგად უნდა ხვდებოდეთ და ძალიან კარგად უნდა იცოდეთ, რომ აი ამ 33 წლის მანძილზე აფხაზი და ქართველი ერთმანეთიდან ისე გაუცხოვდა და ისე გაწყდა ურთიერთობები ამ ორ ხალხს შორის, რომ მის აღდგენას საუკუნეები შეიძლება დაჭირდეს. და დევნილების დაბრუნება ბევრჯერ იგეგმებოდა აფხაზეთში. მათ შორის პატრიარქი იყო ჩასული პირადად პუტინს ელაპარაკა და იქედან იყო ჩამოსული, რომ დევნილების საკითხი დადებითად გადაწყდებაო. ვინ არ გაბრუნებდათ? თქვენი ხელისუფლება ჯერ შევარდნაძის, მერე სააკაშვილის, ახლა ამათ არ უნდათ ლაპარაკი. ტყილს ვამბობ, ასე არ არის? სახლი თუ დაკარგე, კარი თუ დაკარგე, განსაკუთრებით არ უნდა გინდოდეს, რომ დაიწყოს რაც შეიძლება დროულად დიალოგი და მოგვარდეს ეს პრობლემა ამ ორ ქვეყანას შორის, რომ თქვენ სახლში დაბრუნდეთ? მე ვერ ხვდები ამ ლოგიკას. გარდა იმისა, რომ აქ ერთი აბა რა გაკმაყოფილებთ, რუსეთი ვიცით ყველამ რომ რუსეთი ოკუპანტია, მერე ველოდოთ ხო, როდის გაიყვანს ჯარებს, როდის წაიღებს აღიარებას, როდის გადაიხდის რეპარაციებს და დაგაბრუნებთ და იქ სახლის მაგრამ იმას სასახლეს აგიშენებთ რაც გქონდა. ამას ელოდებით ალბათ, ხო? მოშ თქვით აღიარეთ პირდაპირ რომ არ გინდათ ეს მიწები. ძალით ქალბატონო მაია, ეს თქვენი აზრი არის, რომ ძალით წართმეული ძალითვე უნდა დაიბრუნოთ? თქვენი აზრი არის თუ ზოგადად ამბობთ ამ ყველაფერს?
ვინ დაიბრუნებს, როგორი ქვეყანა დაიბრუნებს ესა რა ქვია ტერიტორიულ მთლიანობას? რომელი ქვეყნის ახალგაზრდობის უმრავლესობას ეროვნული იდეოლოგია ნატო და ევროკავშირი მიაჩნია და პატრიოტიზმი რუსოფობია და რუსების ლანძღვაგინება გონია? ანტაგონიზმზე და ზიზღზე მდგარი საზოგადოება? რომელსაც ჯარში წასვლა არ უნდა, შარვლის ჩახდა ურჩევნია, პლანის წევა ურჩევნია, დეზერტირობა ურჩევნია და შიგევროპული ცხოვრება ურჩევნია კავკასიურ ცხოვრებას. ესეც რო არ მიგიღებს არც აფხაზი და არც ოსი, ხო კარგად იცით არც ახარ მისაღები. ასეც რა უნდა იქ? იქ კი არა დანარჩენ საქართველოში რა უნდა? აბა ისთვის უნდა დაბრუნდეს აფხაზეთი, რომ მე ეს შემოვიდნენ და გაყიდონ. ახლა რუს თუ აქვს წაღებული, რუს თუ აქვს ოკუპირებული რა, ის არაბი რო ყიდულობს, მე არა აქვს ოკუპირებული. თუ ისთვის გინდათ ახლა აფხაზეთი, ნუ აი ამათი მესმის ლამაზი ადგილებია, ბუნებაა და დაყიდიან იქ, ზოგს რამის მიყიდიან, ზოგს ამას მიყიდიან, ზოგს თურქს მიყიდიან, ზოგს სპარსს მიყიდიან, ზოგს არაბს მიყიდიან და ინვესტიციას დაარქმევენ ამას. ხო, ამისთვის უნდათ აფხაზეთი იქ. სეისმოლოგიურ ცენტრს ალბათ ამერიკელებს გადაცემენ. როგორც ბირთვული ტექნოლოგიები გადასცეს ამერიკელებს და ბრიტანელებს. ბომბორის აეროპორტზე ალბათ ნატოს ბაზას გახსნიან და სოხუმში დიდ გეიპარად ჩაატარებენ და ამისთვის უნდათ. მე კითხვას ვსვამ. ლაპარაკიც თუ არ გინდათ და მოლაპარაკებაც თუ არ გინდათ, კითხრა კაცმა, მოდი დაჯექი, რა გინდა, რა გაწუხებს? და მე ლაპარაკე. აქა ვარ მე. დაგელაპარაკე. არა, ლაპარაკიც არ გინდათ. აბა რა გინდათ ბიზია? მე ვიცი ეს არც ქოცებს არ უნდათ. მე იმიტომ დავიწყე აქედან ლაპარაკი. მათიკაშვილს ახლა სულ ფეხებზე არ კიდია, ცხინვალიც და სულ ფეხებზე არ კიდია, სოხუმიც. რა თუნდა, ზედმეტ თავის ტკივილი იქ წამომჯდარია, მე ვიდა, ბიძინე, ჭამესვი და იძინია და იქ როგორც დახვდა, ისე არის და ისე იქნება. ხო და ჩემო კარგებო, მე ერთი რაღაცის თქვა მინდა რა. ბლეფია ეს ყველაფერი. ბლეფია ეს ყველაფერი. არავის ადარდებს აფხაზეთში, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო. არც დანარჩენი საქართველო. და რაც შეეხება რუსეთის საკითხს, მე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ. თქვენ გაცვალეთ, თქვენი ამ ესა რა ქვია, თქვენი პოზიცია ერთი წამით თავში და თავი წარმოიდგინეთ რუსეთის ადგილას. და თუ გენდომებოდათ საქართველოსთან ლაპარაკი ომოგებულ სიტუაციაში, რუსეთისა ყველაფერი. ჯარიც დგას, ომიც მოგებული აქვს, პასპორტებიც დარიგებული აქვს, ინტეგრირებულიც აყავს ეს რეგიონები, ისე ყავს როგორც უნდა. რა შეჭირდება ახლა იმას, შენ თუ არ ახარ თანახმა, რა პრობლემა არ შეუქმნა ერთბაშად? თუ ამ მეტრაკეებით გინდათ ის რა ქვია, ომის მოგება, თუ იმ გამოსწირებული ტიკტოკერებით ზიზღმის და ბოღმის მეტი რო არაფერი არ იმთხევა იქ და გესლის მეტი და ცხოვრებაში რო არაფერი არ უკეთებიათ ამ სირთა ბელადებს. არაფერი რო არ უკეთებიათ ცხოვრებაში, არც ახლა და არც მანამდე. და ბოღმის და შხამის მეტი რო არაფერი არ აქვს თავში. და განსხვავებულ აზრს თუ ვინმე ეთქვის, რომ ეგრევე ჩახჭობენ. თუ თქვით, კაცო, რომ თქვით აღიარეთ პირდაპირ. აღიარეთ პირდაპირ. რა აფხაზს და რა უძმებს ეს ყველაზე მეტად ეს სიტყვა მეზიზღება ამას რო ამბობენ. იმიტომ რომ რეალობაში კი ბატონო. პოლიტიკაში სიტყვის მასალად ხმარობენ, მაგრამ რეალობაში რა ხდება? ძმა კი არა, ჭირის დღესავით გეზარებათ. აფხაზიც, ოსიც, ქართველიც გეზიზღებათ, საქართველოც გეზიზღებათ. როგორ შეიძლება ხელისუფლებას, რომელსაც
და რეჟიმს და პარტიას და ძალას, რომელსაც საკუთარი ეზიზღებოდეს. იმას როგორ შეიძლება უყვარდეს სხვა? ახლა ხაზარაძეს, რომელსაც ის ეძულს ქართველი, იმას ახლა ოსი და აფხაზი ეყვარება, რომელიც ამდენ პროცენტებში დაახჭო და სული ამოხადა ხალხს. ხო და ამას აყოლილი მერე მრევლი ტელევიზორმა რაც ილაპარაკა, გელაპარაკება ამას. მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. ძალიან გეხვეწებით რა, აი ძალიან დიდი თხოვნა მექნება ყველასთან. ნუ რავი, ნუ გამახსენებთ ომის ლეგენდებით დაწყებული, პროპაგანდით გაგრძელებული, ამ ხარემ რა გააკეთა, იმ ხარემ რა გააკეთა, ამაზე არ ვლაპარაკობ დღეს. თუ ვინმეს უნდა მაგაზე ლაპარაკი, ვილაპარაკოთ მაგაზეც. რა გააკეთეს იმ ხალხმა, ვინც ჯერ თბილისში დაღვარეს ქართველმა ქართველის სისხლი და მერე სოხუმში. ეს ცალკეა და ვინც იმ მეომრების სახელებს ეფარება. ისე როგორც ბევრი ჩმორი ეფარება 2008 წლის ომის გმირების სახელს. ისე აფხაზეთშიც. ჯობია გაჩუმდეთ. და სამწუხაროდ ქართველები ერქვათ იმათაც. ანგელოზებად რო გაქვთ, ერთი მხარე წარმოჭენილი და მეორე მხარე რო ვითომ მარტო სისხლის მსმელი იყო. ამაზე არ ვლაპარაკობთ ახლა. ახლა ვლაპარაკობთ სხვა რამეზე. ახლა ვლაპარაკობთ იმაზე, გვინდა თუ არა ამ ტერიტორიების გულისთვის საუბარი. თუ არა მარტო ტერიტორიებისთვის, სხვა ბევრი რამისთვისაც. კითხვა მაქვს. ნორმალურს რო უნდა, კი გასაგებია, მაგრამ ამ სირთა ჯოგს არ უნდა. არ უნდა. იმიტომ რომ თბილისის სამი უბნის იქეთ სულ ფეხებზე კიდია საქართველოს. ამ სამ უბანში არის ეს ბიონაგავი, პოლიტიკური ბიონაგავი ერის 1% თავმოყრილი, ჩასახლებული, განსახლებული, განსახდა ამ ბოლო დროს განსაკუთრებით დიდი სახლები ააშენეს და შესახდნენ შიგნით. თუ ვინმე ერთი პარტიაში ფეხი შედგა, ყველა იქ მოთავსდა. მაშინ გამოდით და თქვით რომ არ გინდათ. გამოდით და თქვით რომ არ გინდათ. აბა ასე როგორ უნდა ექცეოდე. და რო არც ის ხალხი გადარდებთ, ვინც იქ ცხოვრობს და ქართველობს. აფხაზეთში. გალი იქნება, ოჩამჭირე იქნება, სოხუმი იქნება. მე მაგ ურთიერთობა, მე ვიცი ვინა ეს ხალხი. და ძალიან კარგი ქართველები არიან სხვათა შორის. და კაი ხალხს იქაც პატივს სცემენ. აქაურობიდან განსხვავებით ესე რომ იცოდეთ. $92-დან დღევანდელ დღემდე ქალბატონო ლონდა მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, ჩვენ გქონდა უამრავი შემთხვევა და უამრავი არ ვიცი რა მომწერეთ ერთი წუთი, როდესაც საუბრობ მილიონჯერ მაქვს ნათქვამი, რომ დავამთავრებ მერე დამისვით კითხვა თქვა და არ ვიცი ახლა ამ კითხვას შევხედე და გაიმეორეთ თქვენი კითხვა, როდესაც დავამთავრებ პასუხს და გაგცემთ. ლონდა გქონდა უამრავი საშუალება და უამრავი შანსი იყო იმისი, რომ აღდგენილიყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დევნილები დაბრუნებულიყვნენ. უამრავი. არა აქვს ამას მნიშვნელობა, ეს იყო თავის დროზე პრიმაკოვი იყო ჩამოსული თბილისში, არძიმბა ყავდა ჩამოყვანილი, მაშინ გამოხდა იმის ელჩი, რა ქვია, ამერიკის ელჩი და განაცხადა რუსეთს როგორ უნდა ენდობოდეთ, როგორ შეიძლება რუსეთთან ნდობა. იყო მერე დიტერ ბოდენის შუამავლობით კიდე ერთი ფედერაციული სახელმწიფოს მოწყობის პროექტი, რომელიც ასევე უარყოფილი იქნა და გადაგდებული იქნა. იყო შანსი სააკაშვილის დროს, როდესაც ჩამოსული იყო შამბა თბილისში, როდესაც შეხვდნენ, ისაუბრენ, და არა იქ
სენაკის ბაზა გახსნეს და არ შეხვდნენ აფხაზებს თბილისში მაშინ. მერე რა მოხდა? მერე მოხდა ის, რომ დასავლეთის დავალებით აქ გაჩაღდა ომი, რომელი ომის იდეალური გეგმა იყო ის, რომ ქართველი და რუსი საბოლოოდ გადაიკიდებოდნენ ქართველ ოსთან და აფხაზთან ერთად ერთმანეთს, დაიკარგებოდა ტერიტორიები, თუ მოყვებოდა ამას დიდი აფეთქება, რომელი აფეთქებაც იქნებოდა კავკასიას აიყოლიებდა ხო კარგი, თუ არა და საქართველოს წაგებული ქვეყანა, დასუსტებული ქვეყანა იქნებოდა სულ ჩამოკიდებული ამ გეი უკრინა განათლებული მგენის რა ქვია ევროპელების ხელში და იქნებოდა საქართველოში იმაზე ლაპარაკი აფხაზეთის სამაჩაბლოში დაბრუნდეთ კი არა გეი პარადი ჩატარდეს თუ არ ჩატარდეს საქართველოში ტოლერანტობის დღეები იყოს თუ არ იყოსო ელატონ მოვაშორებ ბესიკ მე მაგაზე მქონდა საუბარი და ვრცელი ლაივი მქონდა შეგიძლია ჩამობრძანდი და წაიკითხო საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის გამოცხადდეს მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად ეს არის თუ ჩვენ გვინდა ჩვენი ერის გადარჩენა მოკლედ რო გითხრა არაფერი უარყოფითი ამ ყველაფერს არ გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ დადებითი უარყოფითი ისაა რომ ამათ ეზარებათ ერთი ადგილის განძრევა როგორც საპატრიარქოში ისევე მღვდლებს რა ქვია ანაფორიან ჭიმკებს და ამას რა ქვია კოცებს რა საქმე გააკეთონ ქვეყნისთვის არაფერი უარყოფითი ამას არ გააჩნია სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება თეოკრატიულ მართლობას არ ნიშნავს იგრანთან რო ადარებენ ამ ყველაფერს მაგაზე გვექნება ვრცელი საუბარი კიდე ერთხელ რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ბატონ შალვასთან ერთად და უფრო დეტალურად თუ გაინტერესებთ მაშინ მოისმინეთ ხო, ახლა გეკითხებით ერთი მე, რო შეიცვალოს მდგომარეობა. ხვალზეგ რო შეიცვალოს მდგომარეობა. და რუსეთმა მოახდინოს აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების როგორც ყირიმის და დონბასის მიერთება გააკეთა. აი ისე. რუსეთის ფედერაციის ნაწილებად გამოცხადება. აფხაზეთში არაა ჯერჯერობით ეს ლაპარაკი. თუმცა 10 წელიწადში იქაც არ იქნება პრობლემა, იმიტომ რომ იქ დემოგრაფიული ბალანსი ისე ნადგურდება, რომ ზედმეტია ამაზე ლაპარაკი, რომ იქ საერთოდ აფხაზი ექსპონატად თუ დარჩება. ოსებს ორჯერ აქვთ რეფერენდუმი გამართული და მოთხოვნილი აქვთ. რუსეთის ფედერაციის წევრები რო გახდნენ. ვინ გააკეთებს რამეს? იმიტომ რომ თქვენ ლაპარაკი არ გინდათ. ვინ გააკეთებს რამეს? ამერიკა შემოიყვანს ჯარს და ამერიკული დესანტით გათავისუფლდება აფხაზეთი და სამაჩაბლო. ნატოელები შემოიყვანენ ჯარს და ევროპელების ჯარით მოხდება. თურქეთი შემოიყვანს თქვენი ძმა ჯარს და თურქეთი გაგინთავისუფლებთ ისე როგორც ტაოკლარჯეთია განთავისუფლებული. თუ როგორ იქნება ეს ყველაფერი? მე კითხვასო. ან რო უნდოდეს რუსეთს ამ ტერიტორიების შეერთება, ყირიმი და დონბასი თუ შეიერთა, აფხაზეთ და სამაჩაბლოს რო შეიერთებდა? მასშტაბები აიღეთ, ქვეყანა, ფუნქცია, დანიშნულება. რატო არ აკეთებს? რატო არ აკეთებს ამას? ეშინია ვინმესი? სანქციები არ დაუწესონ, ეს არა რეზოლუცია არ მიიღოს. დააფურთხეთ მაგ რეზოლუციას და მიიწებეთ, გავაზე და იარეთ ისე გეტყვით. ვერავინ ვერაფერს ვერ ესწრის. როგორც ვერაფერს ვერ ეუბნებიან უკრაინაში. ძალა წვეთს ყველაფერს და იმიტომ. დაბა თქვენ რომ გამაგებიეთ პასუხი. იყოს ასე ალალბედად ჩამოკიდებული და როგორც იქნება და რანაირადაც იქნება. აფხაზეთში რო აფხაზი არ რჩება, ნუ გასაგებია რომ თქვენ გეზიზღებათ აფხაზი. გასაგებია რომ ჭირის დღესავით გზულთ აფხაზი. იმათაც ძულ ხართ. არა, არ ვამბობ რომ იმათ უყვარვარ და გულზე ამოქარგული აქვთ. მაგრამ
გასაგებია ის სიძულვილი და ის ზიზღი ერთი მხრიდან მეორე მხრიდან თუ რატო არის რაციონალური მიდგომა არც ერთი და არც მეორე მხრიდან არ ხდება თუმცა იმათი მხრიდან უფრო არის რაციონალური მიდგომა ვიდრე აქეთ ამ მხრიდან და რატო არის ამ ხელას ზიზღი იქედანაც რატო არის ამ კითხვას რატო არავინ არ ცემს პასუხს მე გავცემ ამ კითხვას პასუხს იმიტომ ხალხს რომელსაც ეუბნებათ რომ 80,000 ხართ თქვენ და მეტი არა ხართ და ჯერ აფსუები ხართ აფხაზები არა ხართ და ასე შემდეგ აი თითოეულ აფხაზურ ოჯახში ორი თუ არა ერთი მოკლული მაინცაა მომიდა განსხვავებით საქართველოსთან ჩვენთვის ეს დიდი ტრაგედია მაგრამ ისე არა რომ ყველა ოჯახში სიკვდილი შესულიყო არა ასეთი მასშტაბი არ აქვს იქ აქ არა აქვს მნიშვნელობა ომამდე რა ხდებოდა ომის მერე რა ხდება ომის დროს რა მოხდა თუ იყო ვიღაცა იმ 85,000-ში თქვა 20,000 და 30,000 გამოკლევებული დანარჩენი 60,000 არ იყო იქაც შევიდა გესლდა აი ამ ტრამვას ვინ მოასწორებს რატო გიკვირთ და თუ დააკვირდებით აფხაზების ქმედება და საქციელი ერთ-ერთი ჯდება ქართველების ქმედებასთან და საქციელთან ოღონ ჩვენ შემთხვევაში არის რუსეთი და იმათ შემთხვევაში არის საქართველო ერთი მეორეს რო კალკირებულად გავს ყველაფერში ამას თუ ერთი ეთნოსის და ერთი ფსიქიკის ხალხი არ გააკეთებს აუ ვინ გააკეთებს გუშინძინ ახლა შევხეტიალდი შემთხვევით იმაზე რა ქვია TikTok-ზე ვიდეოს ვდებდი და აფხაზის სამომიგდო აგუზერაში იყო და გადაღებული ქონდა რა უბედურებაო ამდენი ძაღლებიო ქუჩაში ვერ გამოხვალ ვერ გაივლი ზუსტად იგივე სიტუაცია რაც საქართველოშია ზუსტად ისაა იქაც უბრალოდ გესლია და ბოროტება ორივე მხარეს ჩაბუდებული გამოდით ვიზიკო და პირდაპირ თქვით ჩვენ არ გვინდა აფხაზეთი ჩვენ არ გვინდა სამაჩაბლო ჩვენთვის ეს არის ზედმეტი თავისტკივილი ჩვენ ამ ტერიტორიებზე ვამბობთ უარს უნდა რუსეთს წაუღია უნდა მგელშეუჭამია და ვაგრძელებთ ცხოვრებას უკნიდან ღირსებით ევროპაში გამოდით თქვით ეს ყველაფერი აბა ვინც ცდილობს რომ ამ საკითხებზე დიალოგი დაიწყოს რატო ხდება იმ ადამიანების მიმართ ლანძღვა გინება გესლი შხამი 1000 უბედურება შეურაცხყოფა რატო ხდება იცი ამას ახლა ვიღაცას რო უთხრა ეგ ხო ახლა მე მესმის რომ მასა როგორია საქონლის აზროვნებისა ვიცი ჩემოძმაო ვიცი მაგიც ვიცი საქართველოში თუ ვინმე ეზიზღებათ და თუ ვინმე ძულთ ქართველი ჯორჯიელი კი არა ქართველი და საქართველოში ქართველის მეტი არავინ დაჩაგრული არ დაჩაგრულა არავინ და არც არასდროს არავინ არ დაიჩაგრება სანამ და ესეთი ნაძირალა და მათხოვარ ერთხონებულ გამსახურდიას არასდროს არ უთქვია ეს იყო ჭანტურიას ნაბოდავი საქართველოს ქართველებისთვისო მაგრამ მოდი ელემენტარული რაღაცა ვთქვა თუ კი საქართველოს ქართველებისთვის არ გინდათ ზუსტად თქვა ეს რომ საქართველოს არის ქართველი ერის მიერ ქართული ეთნოსის მიერ წარმოქმნილი ქვეყანა დომინანტი არის ქართველი ერი და ქართველი ერის ინტერესები უნდა იყოს დაცული აბა იცხოვრეთ მაშინ საქართველოს საქართველოში იცხოვრეთ საქართველოს საქართველოში ეს ცხოვრება ხო უკეთესი რომ ვიღაცა
1% და 2% ერში იყოს გამძღარი, ვიღაცა ნაბოზარი, მოღალატე ელიტა, ბნელიტა, ნაცი, ქოსი, ბიზნესისტი, მიშისტი, უგნიდან განათლებული, ისინი იყვნენ, კარგად იღონ გრანტები და ჩემ მთელი ერი იტანჯებოდეს და სული ძვრებოდეს. ეკონომიკურად, სულიერად, აბსოლუტურად ყველანაირად. და ქართველი ერის ინტერესები არც არ იყოს დაცული. არ საუბრობ ჩემო ძმაო, ტყილად რატო საუბრობ? მარტო მე თქვენ და აქ რამდენი ნორმალური ადამიანი წერს კომენტარს, კაცო, მარტო ჩვენ ხო არა ვართ, არის კიდე ხალხი, ნორმალური ხალხი და ხვალ და ზეგ არ შეიძლება ესე ნიჰილისტურად განწყობა, ხვალ და ზეგ რა მოტრიალდება კაცი შვილმა არ იცის. დღეს ეს 100-ია. დღეს ეს 100-ია. დღეს ესეთი თაღლითებით და ფარისევლებითაა გავშებული ქვეყანა. და ელემენტარულ სვამკითხვას თქვა და სიტუაცია ავიღოთ. აფხაზეთი და სამაჩაბლო და რუსეთი მთლიანად ჩვენ ჩრდილოელი მეზობელი. არ გინდათ რაღაც ფორმით გქონდეთ ამ ქვეყანასთან საუბარი, რომ თუნდაც იგივე არ განმეორდეს? ახლა დაიწყებენ 1000 კივილ-წივილს, გაგრის სტადიონზე თავებს აჭრიდნენ. შენ ამას როგორ ამბობ? ეს დიალოგი როგორ შეიძლება? კიდე სხვა ბევრი ბოდოები, მსგავსი რაღაცები. აი, ეგეთი სირებისთვის სპეციალურად ამოვიღე ეს სურათი. ვინ არის ეს? ვინ არის ეს? ეს არის იაპონიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში და პატივი მიაგო ამერიკელ სამხედროებს, რომელი ამერიკელი სამხედროებიც ატომური დაბომბვით ბომბავდნენ იაპონიას. ატომური დაბომბვით. რას ნიშნავს ეს? იაპონელებს ახლა ღირსებას, თავმოყვარეობას, სახელმწიფოებრივ აზროვნებას მე მგონი ყველაზე დიდი უკნიდან განათლებულიც კი ვერ ასწავლით. თუ ან ეს ვითომ დიდი ტიკტოკერ პატრიოტები რო ხართ. იაპონიას ატომური დაბომბვის მომენტშიც კი არ გაუწყვეტია დიალოგი. არათუ ომის მერე. არა მარტო შეერთებული შტატების მიმართ, არამედ საბჭოთა კავშირის და ახლა რუსეთის მიმართ. რატომ? სანამდე ქვეყანა არსებობს, სანამდე არსებობს დიპლომატია. და ძალიან კარგად იცოდნენ იაპონელებმა, თუ მის პრობლემას თვითონ არ მოაგვარებდნენ, სხვა არ მოუგვარებდა. ანუ დებილი არის, ესე იგი ეს იაპონიის პრემიერ-მინისტრი იქ რო იმყოფება. დებილი არის ვუჩიჩი და სერბი ხალხი, მიუხედავად იმისა, რაც კოსოვოში მოუწყვეს სერბებს, გამოსული როა და მაინც დიალოგზე საუბრობს. დებილია, ხო? და მაინც ელაპარაკება იქ კოსოვოელებს და მაინც მიმდინარეობს ეს ყველაფერი. სულელია, ხო? დებილები არიან კვიპროსელები, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროსთან დაკავშირებით საუბარი აქვთ იგივე თურქეთთან. ახლა საერთოდ დებილები ყოფილან ირანელები და ესენი რა ქვია ამერიკელები ალბათ და ებრაელები ერთმანეთში რომ უნდა მოილაპარაკონ. აღარაფერს ვლაპარაკობ ებრაელზე და გერმანელზე. 6 მილიონი ებრაელი გაწყვიტა გერმანიამ. დღეს ერთმანეთის უკანალში არიან შემძრვალები. და გამოდის ახლა ებრაელი და აქვე მასწავლის იმას ეროვნულ ღირსებაზე და შაჰაბას მახსენებს, ნუ ამაზე არაა ლაპარაკი, მაგრამ ზოგადად პოლიტიკაზე ვამ. საქართველოში რა მოხდა ისეთი, რომ ლაპარაკი არ შეიძლება?
თუ მარტო ქართველს გტკივა ჩვენი და იმათ არ ტკივათ თავისი. არ ვიცი აი ის დაგიწყებს ახლა ვიღაცა ანწუხელიძე რო აწამეს აბა როგორ გინდა ახლა როგორ დიალოგი გინდა რუსეთთან იცით ვიზია ამ ქვეყანას სანამ აქამდე მოაღწევდა რამდენი ანწუხელიძე ყავდა იცით აი იაპონიაზე ვლაპარაკობთ ხო აი ერთი მომენტი გამახსენდა ახლა იაპონიის ისტორიიდან ელემენტარულს გეტყვით მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ესეთი მომენტი იყო ესეთი მომენტი რომ ახალგაზრდა კამიკაძე პილოტები უნდა აერჩიათ იმიტომ რომ ავიამზიდები რომლებიც მოდიოდნენ იაპონიასთან ომში ვერანაირად სხვანაირად ვერ ჩერდებოდა და კამიკაძე პილოტები უნდა დაჯახებოდნენ და პირდაპირ თვითმფრინავი უნდა აფეთქებული იყო და პირდაპირ უნდა შეკვდომოდნენ მტერს ეს იყო იმპერატორის ბრძანება ომ ბრძანება იყო როგორი აბსოლუტურად ყველა კამიკაძე იაპონელი სამხედრო მფრინავი ყველა უნდა ყოფილიყო უცოლო ოჯახი არ უნდა ყოლოდა და იყო ერთი თავდადებული იაპონელი სამხედრო კაპიტანი რომელიც ითხოვდა ყველანაირად ითხოვდა რომ გამიშვით რომ თავი შევწირო ჩემ ქვეყანას არა იქ იმპერატორის ბრძანება არ განიხილება მორჩა დამთავრდა იმიტომ იმპერატორია და დღეს იაპონელებსაც რო კითხო ის ღვთიური ქმნილება მაღალ ტექნოლოგიური იაპონიაში ჩვენგან განსხვავებით სიბნელეთ რო ითვლება აქ ტრადიცია ხდება ესეთი მომენტი ხედავს მეუღლე ხედავს რომ ქმარი რა დღეშია უნდა წავიდეს თავი შეწიროს სამშობლოსთვის მაგრამ ცოლიდაშვილები რო ყავს ვერ მიდის ამიტომ იაპონიის იმპერატორის ბრძანებას ვერ ახდება და დგება ეს იაპონელი ქალი ჯერ შვილებს კლავს მერე თავს იკლავს იმისთვის რომ ქმარი გაანთავისუფლოს რომ თავი შეწიროს სამშობლოს და მიდის მართლა და ეწირება და ამერიკულ ხომალდს აფეთქებს და ამ ხალხს ახლა თქვენ ახლა ალბათ ეს ასეთი გმირი რამდენი ყავდათ იაპონელებს გმირობა არ ეშლებათ აი ესეთი რამდენი გმირი ყავდათ ახლა იაპონელებს თურმე ეს როგორ შეიძლება ეს როგორ შეიძლება ხალხო რაზეა ლაპარაკი ჩვენ ქართველები ვართ და ეს ბოზიშვილები ვინც ქუჩაში დგანან ვინც წივიან ვინც კივიან ვინც TikTok-ზე რო გმირობის იმას ვენებს იჭრიან არც ერთი ომში არ წავა არასდროს არც ყოფილა და არც მომავალში არ წავა ვინც ღირსებაზე მეც ლაპარაკ ვინც კაცობაზე მეც ყველაზე მეტი ბოზი და უღირსისა რას ქვია ბიჭო რას ქვია მოლაპარაკება როგორ შეიძლება ე თქვენ პატრონს თქვენსაც ყველანაირად ბნელი და ყველანაირად გამოკლეავებული და ყველანაირად უთავმოყვარეო საზოგადოება და იმიტომ ხო არ ვიცი ახლა ჩვენ რაში ვჭირდებით გასო თავისი ისა და არა ახლა ივანიშვილი შეწირავს თავს იმასავით რა ქვია ან მისი შვილები წავლიან ჯარში ან სააკაშვილის შვილები წავლიან ჯარში და ან იმას იზამენ რა ქვია თავს დადებენ სამშობლოსთვის ხო და რომ ვერ დაელაპარაკებიან ნახეთ რა მხელა ისტერიკა ატყდა ცერ თუ ნახე გაჩვენებთ აი უბრალოდ ჩავწერე Google-ში მაინტერესებდა რა გახმოხმაურება ექნებოდა ქართველი ჟურნალისტებიდან აი ამ და აი ნახეთ
აი ნახეთ, თურმე რა უბედურება ხდება. რუსებმა დიალოგზე თანხმობა განაცხადეს. ეს რა ხდება, ხალხო? ეს როგორ ხდა ასეთი რა, ეს რამხელა ღალატი მოხდა. ნუ ამ ჟავანაძეს რო ლანძღავენ, აგინებენ, პარწოცხალს, მოღალატეში ასეთო შეიძლება, ამაზე ზედმეტია ლაპარაკი. ამაზე ზედმეტია ლაპარაკი. ამას ადამიანი და მისი ოჯახი რას გადის და როგორ გადის, ამაზე ზედმეტია ხალხო ლაპარაკი. ვის რა შეინტერესებს ახლა მაგი? ეს როგორ გაიბედა და ეს როგორ ითქვა. სინამდვილეში რა ხდება? სინამდვილეში, იმიტომ რომ აი ამდენი დებილი და ავადმყოფი რატო არის? მე გეტყვით რაშია საქმე. სინამდვილე საიდან მოდის ამას, საიდან ღრმა ფესვები. მას შემდეგ ახლა ცოტა უახლეს ისტორია და ახალ ისტორიაში გადავინაცვლოთ, სადღაც მე-18-19 საუკუნეში. მას შემდეგ რაც საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველო დაუახლოვდა რუსეთს, ქართლ-კახეთიდან რუსეთმა ნელ-ნელა დაიწყო სამხრეთ კავკასიაში შემოსვლა და კავკასიაში შემოსვლა, ბრიტანეთის იმპერიის მთავარი ამოსავალი წერტილი იყო, რამენაირად ესვლა შეეჩერებინათ. ამიტომ კავკასიაში შექმნა ძლიერი აგენტურული ქსელები, რომელთა დავალება ოდითგანვე იყო ერთი რაღაცა. მისი გავლენის აგენტურას ეშრომა, ეწვალა და ეაზრონა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით. საქართველოს და მთლიანად არამარტო საქართველოს, კავკასიის მთლიანად ეს მოაზროვნე საზოგადოება სულ დაპირისპირებული ყოფილიყო რუსეთთან. და თვითონ რეგიონი დაპირისპირებული იყო რუსეთთან. და თვითონ თურქეთის მომხრეები იყვნენ, იმიტომ რომ მიზეზი ჰქონდა ამას ბრიტანული იმპერიიდან გამომდინარე, რომ ხმელთაშუა ზღვაზე არ გასულიყო რუსეთის იმპერია, რომელსაც ძალიან ჭირდებოდა გაუყინავი პორტები. აი ეს იყო ამ ყველაფრის ამოსავალი წერტილი. და საუკუნეების მანძილზე, ბოლო 2 საუკუნის მანძილზე უბრალოდ ბრიტანეთის იმპერია ხარჯავდა თავის ხარჯებს, თავის გამოცდილებას და თავის ცოდნას, რომ კავკასიაში შეექმნა შთამომავლობითი აგენტურა. რომ ამ აგენტურას ეს როლი შეესრულებია. და ამაზე არის დაშენებული მთლიანად აი ეს უკნიდან განათლებულების პირდაპირ მეხუთე კოლონა, რო იძახიან სტალინმა 37-ში ამოწყვიტა, კი ისეთი ის მეხუთე კოლონა ამოწყვიტა და დარწმუნებული იყავით, ამაც ყველას ამოწყვიტავდა. ყველას, იმიტომ ამოსაწყვეტია. ამოსაწყვეტია. არ დამიწყოთ ქრისტიანობაზე და დიდ ჰუმანიზმზე ლაპარაკი. იმიტომ რომ ამათ არც სამშობლო, არც თქვენ ეწოდებით, არც სამშობლო ეწოდება და საფხაზით ესამაჩაბლოა დარდებს და მტერი უნდა განადგურდეს. არ აქვს მნიშვნელობა ის. ქართველი იქნება, არა ქართველი იქნება, ქართული გვარი იქნება, რა გვარის იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. ესენი ყველა გასაწყვეტია. თუ გინდათ საქართველოს გაიხაროს. და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. და ეს დღეს თუ ვინმე არის დალექილი, თავიდან ბოლომდე ეს არის თავიდან ბოლომდე ბრიტანული პროექტის იდეალური გავრცელება, რომელიც ეყრდნობა საქართველოში უკნიდან განათლებული ბნელიტას, ელიტარულ აზროვნებად ითვლება და ეყრდნობა საქართველოში ოსმალეთის იმპერიის გავლენებს. ერთი თანხმედრა აქვს ერთმანეთში, მით უმეტეს როდესაც ოსმალეთის იმპერია დღემდე ვასალი არის ბრიტანეთის. აქედან მოდის ყველაფერი. რო არ მოხდეს, თუ არ იქნება რუსეთის ირგვლივ არც ერთ მეზობელთან ნორმალური ურთიერთობა, თავისთავად ეს ყველაფერი რუსეთს დაასუსტებს. კი ბატონო, დაასუსტება რუსეთი, მაგრამ საქართველოს რო აღარ იქნება. ქართველი ერი რო აღარ დარჩება. და ქართველ არის საქართველოს რო გახდება. 200 წლიანი ოკუპაცია. 200 წლიანი ოკუპაცია რა დღეში ჩაგაგდო. ჯერ დამპყრობელი, რომელიც არ უნდა იყოს, რომელი არის საყვარელი, რა დღეში ჩაგაგდო. გაიძულა, ხო, 700,000-დან 5 მილიონამდე ასულიყო. აბა ერთი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიები ნახეთ რა შვებოდა.
ნახეთ ერთი ინდიელები როგორ გაწყვიტეს. ნახეთ ერთი ინდოეთში რამდენი ამოწყვიტეს. ნახეთ ერთი სამხრეთ აფრიკაში რამდენი ამოწყვიტეს. ნახეთ. აფრიკაზე საერთოდ არ ამაქვს ლაპარაკი. ერთი სკოლა თუ აუშენებიათ და ერთი ქარხანა თუ აუშენებიათ. ცოდნა განათლება თუ მიუწიათ ასე ამხელა რაღაც. ახლა მეგობრებო ერთი ამ თემაზე მე ისიც თქმაც მინდოდა ვთქვი, კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი რა. თუ ვინმე ერთი ჭკვიანი კაცი მაინცაა დარჩენილი ქოცებო თქვენში. და მათი კაშვილების და ამ დიშლების იმგეზე თუ არ დადიხართ აზროვნებაზე. ამათ აზროვნებაზე თუ არ დადიხართ, გამოიყენეთ ეს შანსი, რომელიც შანსიც ქვეყნის მიმართ არის საჭირო. დაუსახელა ზახაროვამ. სტატისტიკურად დაუსახელა, თუ რა ეკონომიკური სარგებელი აქვს საქართველოს ვაჭრობით, რა სარგებელი აქვს ტურისტებით, რა სარგებელი აქვს საქართველოს მიღებული სხვა ბევრი სფეროდან და როგორ ეს არის ბუნებრივი, იმიტომ რომ ეს არის გეოეკონომიკა, გეოპოლიტიკა და ძალიან კარგად თქვა იმან. დაგეგმილი იყო ღრმად რეგიონის აფეთქება და ეს კიდე ჩვენ მოვახერხეთ რომ ლოკალიზებული ყოფილიყო. მოვახერხეთ ეს რომ ლოკალიზებული ყოფილიყო, კიდევ უფრო შორს და შორს არ წასულიყო და შორს და შორს როგორ უნდა წასვლა უკრაინასთან ომის დროს 2022-ში და მერე და თუნდაც დღესაც მე მგონი კარგად გვახსოვს. ეს ცალკე საკითხი. მაგრამ იქ იყო ძალიან მარტივად იყო გაცემული პასუხი. მე მგონიო საქართველოს და ქართულმა საზოგადოებამ და ქართულმა ხელისუფლებამ გაიგესო რომ ქართველი ერის სარგებელი არა რუსეთთან დაპირისპირებაში არის, არამედ რუსეთთან ურთიერთობაში და თანამშრომლობაში არის. იგა ზახაროვამ რო არ გითხრა, შენ არ უნდა იცოდე ამდენი? ფაქტია. და ჩამოუთვალა. 12 წელია ევროკავშირის ბაზარი არის ღიაო. ჩვენთან რატო ყიდის მთელი საქართველოს მთელ პროდუქციას რატო არ შეუშვეს ქართული პროდუქცია ევროპაში? რა სიკეთე მოუტანეს? ეხლა დასასრულისკენ მინდა ერთ რაღაცას გამოვეხმაურო. კიდევ ერთხელ ერთ რაღაცას მინდა გამოვეხმაურო და კიდევ მინდა აი ამ კაცზე გავაკეთო აქცენტი. მთელი საკოცეთი რაზე გიპასუხოთ ხალბატონო, რაზე გიპასუხოთ? გაიმეორეთ თუ გნებავთ. მე ვფიქრობ გამოვა დიალოგით. რა თქმა უნდა გამოვა. მე უფრო მაინტერესებს რას ფიქრობთ და როგორ და რა ფორმის ცნება არის მისაღები ჩვენთვის. ხალბატონო, ჩვენთვის მისაღები არის ერთადერთი რაღაცა. ჩვენთვის მთავარი არის აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, როგორც ტერიტორიული მთლიანობის რღვევა არ არის ერთდღიანი და ორდღიანი საკითხი, ასევე აღდგენა არ არის ერთდღიანი და ორდღიანი საკითხი. ჩვენი სტრატეგიული მიზანი არის აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. საქართველო და რუსეთი პირისპირ დახურულ კარს მიღმა რაზე ილაპარაკებენ? ეს გულის გასახეთ კი არის სეპარატისტებისთვისაც, გულის გასახეთ კი არის დასავლეთისთვისაც. ჩვენთვის არის სასარგებლო. შეიძლება მე ვფიქრობ, არ ვიცი, ვერ გეტყვით, შეიძლება შესაძლებელი არის თეორიაში როგორ არის შესაძლებელი იდეალური მდგომარეობა ჩემი შეხედულებით. შეიძლება ესეთი იყოს. იდეალური, რაც ჩვენთვის არის, ჩვენს რეალობაში არის ეს იდეალური მდგომარეობა, არის შემდეგნაირი. ფართო ფედერაციული სახელმწიფოს ფორმატში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ფართო ხასუსო. ფართო ფედერაციული ფორმატის. ამ ფართო ფედერაციული ფორმატის და კონსტიტუციის დაცვის გარანტად
იქ დარჩება რუსული სამხედრო ბაზები. სადაც დგას. ეს იქნება ამ მოცემულ სიტუაციაში ყველაზე იდეალური გამოსავალი. სხვა გამოსავალი, თუ ჩვენ რეალისტები ვართ. კონფედერაცია, აღიარეთ და რუსულ-ბელორუსიული კავშირის ესეც ზღაპრებზე არ ალაპარაკი. როგორ მიიღწევა ესეთი რაღაცეები? რანაირად მოხერხდება ეს ცალკე საკითხი. და ეს არის ზუსტად წლების სალაპარაკო და ჩვენ ეს წლები დაკარგული გვაქვს. ჩვენ ამ წლების მანძილზე ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო. მე გაგახსენებ თქვენ, რომ ეს რაზეც ახლა მე ვლაპარაკობ, ეს ყველაფერი 2003 წელს ვარდების ეგრეთ წოდებული რევოლუციამდე მიღწევადი იყო. ამისთვის იყო პუტინის და შევარდნაძის შეხვედრა. ახალმოსული იყო პუტინი რუსეთში, შევარდნაძე გამოცდილი ეს იყო. დაჯდნენ სოჩაში, დაელაპარაკეს რკინიგზის გახსნა, დევნილების დაბრუნება, აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრემიერი ყავდათ ჩაყვანილი, შეათანხმეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, შევარდნაძეს დაბადების დღეზე მაშინ ისაჩუქა, ნახატი აჩუქა რაღაცა აქეთ-იქეთ პუტინმა და მიმდინარეობდა ეს პროცესი, ჯერ გალში, აბა ჩამჩირეში უნდა დაბრუნებულიყო ხალხი, იყო ეს. მიმდინარე პროცესი იყო. და საქართველოში მაგ დროს მოაწყოს ვარდების რევოლუცია და პირველი რაც გააკეთეს 2004 წელს ცხინვალში დაიწყეს კონფლიქტი. უკვე მიძინებული, მინავლებული კონფლიქტი. რომელიც ასევე მოგვარებული იყო ბოდენის დოკუმენტი ერქვა, რომელიც იყო ჩიბიროვს და შევარდნაძეს შორის შეთანხმებული. ბადენის სხვა არის და ბოდენის სხვა არის. ის დიტერ ბოდენი და ბადენის ტბა არის, რომელიც შვეიცარია, გერმანია, ავსტრიის საზღვარზეა, იქ მოეწერა ხელი და სამაჩაბლოს ავტონომიური ოლქის სახით უნდა შემოსულიყო საქართველოში. საზღვრები იყო დასადგენდა და საზღვრები ითვალისწინებდა ჯავის რაიონს, ცხინვალს, ზნაურს და არა იმას, რაც მერე სააკაშვილმა ეს აღად. ეს იყო. და ამას შეუშალეს ხელი ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციით და დემოკრატიის შუქურობით. რაც არაფერს. ეს ნაცები ცოცხლად არიან დასაწვავი. ცოცხლად უნდა დაიწვას. ის ყველაფერი გამოსატანია უშიშროების არქივებში, რაც დევს და იმაში, რაც გრიფით საიდუმლო აწერია, გამოიტანოთ და აჩვენოთ ხალხს. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას როგორ ანგრევდა პირდაპირ დასავლეთის აგენტურა საქართველოში, ქართველები ვითომ ბრჭყალებში ქართველების ხელით. ეს იქნება ჩემი პასუხი. რაც შეეხება ჩემო ძმაო, აქ იყო კითხვა, რომ როგორც ავღანეთმა დაშალა საბჭოთა კავშირი, ისე უკრაინა დაშლის საბჭოთა. იმაში გეთანხმები, თუ რუსეთმა ომი წააგო, რუსეთი როდესაც ომებს აგებს, მაშინ ცუდად აქვს რუსეთს საქმე. ასე იყო იაპონიასთან ომის მერე, ასე მოხდა ავღანეთთან ომის მერე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო. ამიტომ რუსეთმა ომი რო არ წააგოს, უკრაინაში ის ხდება, რაც ხდება და კიდე რბილი ფორმებით ხდება. და ასად არ დაიშლება რუსეთი. შეეშვით ამ შემოგდებულ იმას, რა ქვია, ოცნებას. და რუსეთი რომც დაიშალოს, კავკასიაში ძალთა ბალანსს არავინ არ დატოვებს ქართველების ხელში. გაიგეთ ეს. გაიხსენეთ 1918-21 წლები, როდესაც დაეცა რუსეთის იმპერია და კავკასიაში ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი შემოვიდა. ახლა ვინ შემოვა, მე მგონი კარგად იცით. და რატო შემოვიდა ბრიტანული? იმიტომ რომ თურქეთიც დაეცა მაშინ იმპერია. აბა თურქეთი ყოფილიყო, ჟორდანიას და იმას ეგერ კონდათ მოწერილი ხელი, ჩოლოქამდე საზღვარი. შემზანდით, ნახეთ, დეტალური ინფორმაცია მაქვს, ბლოგი მაგაზე გაკეთებული. ამაში არის საქმე, არსად არაფერი არ დაიშლება რა, მოეშვით ამ იმას. რუსეთის დაშლაში საქართველოს დაგვეშალა და დაგვექცა. ჩვენი ამ ბრძნული პოლიტიკით. გასაგებია
კი ბატონო, მაგრამ ხალხო ერთი რაღაცა ვიცოდეთ, დროსა და სივრცეს აქვს დიდი მნიშვნელობა. იცვლება გეოპოლიტიკა. ცოცხალი ორგანიზმივითა. როგორც 90-91 წლებში დაიწყო გეოპოლიტიკის ცვლა, აი ახლა ისე ხდება ამ გეოპოლიტიკის და ამ საზღვრების ცვლა. და თუ ამას მომზადებული დარჩები, დახვდები, რაღაცა დაგრჩება. თუ არა და იქნებ პირდაღებული ასე. ეხლა რა შეიძლება ამას მინდა ბოლოში ორი სიტყვა თქვა და ერთი რაღაცა თქვა, ეს კოლექტიურ კოცებს და კოლექტიურ ეს ალტინფოს მრევლი არის ზოგიერთი, რომლებიც მე მეუბნება თურმე გუშინდელ ლაივთან დაკავშირებით, როგორ გავბედე მე და როგორ ვთქვი, რომ თუ რას ქვია, მე თურმე წინააღმდეგი ვარ შიოს პატრიარქობის. ერთი მინდა გითხრათ, რომ შიოს იქნება პატრიარქი თუ სხვა იქნება პატრიარქი, არც თქვენ არავინ გეკითხებათ და არც მე არავინ მეკითხება. მონაწილეობის მიღებას. არავინ გვეკითხება. იმიტომ რომ იქ არჩევნები სხვა ფორმით ხდება. მიტროპოლიტები ირჩევენ და ეპისკოპოსები. ხო, ეს ერთი. ამიტომ მე ვინ მინდა და მე ვინ არ მინდა, მაგას არავინ არ მოусმენს და არაფერზე არ მერაზეა ლაპარაკი. დააყენეთ პატრიარქის საფლავში ახლა მაინც. პატრიარქის რჩეულია და ასე პატრიარქის რჩეული არის თუ ვინც არის არ ნიშნავს ეს დოგმატიკას. ამიტომ ვისაც აირჩევს სინოდი იქნება ის საქართველოს პატრიარქი. და ჩემი დამოკიდებულება თუ გაინტერესებთ, დიახ მე არ მომწონს შიო მუჯირი. არ მომწონს იმიტომ რომ მისი სიმაღლე და შეხედულება და ლაპარაკი კი არა. მისი განვლილი ცხოვრებიდან და მისი საქციელებიდან გამომდინარე და არ მიმაჩნია რომ ის უნდა იყოს საქართველოს პატრიარქი. საქართველოს პატრიარქი რა საერთოდ სასულიერო პირიც არ უნდა იყოს. მე თუ მკითხავ. ის რაც მისი ქმედებებიდან გონი, ხო? აი ესია. რატო ესე? გეტყვით კიდე ერთხელ, არ ჯაღმაიძე არ უნდა იყოს იქ. იმიტომ რომ დიდის ჯულის კანონი, რომელიც არის საეკლესიო სამართალი და დიდის ჯულის კანონი, რომელიც გადადებული არის საპატრიარქოში და ლაპარაკობენ თურმე სახარებით ხელმძღვანელობენ თურმე. სახარებით და ბიბლიით თურმე ეს რა ქვია. ბიბლიით ხელმძღვანელობენ ეს რა ქვია სხვათა შორის ისინი ებრაელები ბიბლიით ხელმძღვანელობენ მუსულმანები ბიბლიით ხელმძღვანელობენ იაღვოელები ბიბლიით ხელმძღვანელობს ანგლიკანური ეკლესია ბიბლიით ხელმძღვანელობს სხვაც მართლმადიდებლობაც ბიბლიით ხელმძღვანელობს მაგრამ სჯულის კანონით დადგენილი წესით და სჯულის კანონს გააჩნია ესეთი რაღაცა ბოლოში აქ რომელიც არის 8 საეკლესიო მართლმადიდებლური კრების გადაწყვეტილება და ითვლება სული წმინდის მადლით გადამოსული ადამიანებზე დაწერილი საეკლესიო სამართალი. და პლუს ამ ყველაფერს პლუს ემატება რუისურნისის კრება. და იქ არის ნათლად დაწერილი. ამ ყველაფერს ვინც ვინმე რამე მიამატოს ან გამოაკლოსო შეჩვენებული იყოს უფლიდან. და ვინც დიდის ჯულის კანონს ყურს არ უგდებსო, მისი პირიდან ამოსული ლოცვაც კი სიბილწეთ ჩაითვალოსო. და ესენი ჩვენ ჯულის კანონს არ ვაღიარებთ, კაცო. რა განსხვავებაა შენს და იაღვოელ შორის? რა განსხვავებაა შენს და სხვა, რა ვიცი, მე რაც გინდა ის ჩაიცვი და რაც გინდა ის დაიდგი თავზე. გადმოიღეს ჯულის კანონი და წაიკითხე და ჯულის კანონში თუ ჯდება ამათი საქციელი. ესენი კაცმა რო არ განკვეთოს, ღმერთიდან განკვეთილები არიან, ისე ის ცნობისთვის. და ეს გუშინდელი ფაქტი, რომელიც მოხდა სიონის ტაძარში, კიდე ერთხელ ხაზს უსვამს ამას, როგორი ზნედაცემულობაა ერში და ბერში. კიდე ერთხელ ვამბობ. ნუ ხოშ, კი ბატონო, პლუს იმას გულისხმობდი, ქვია. პლუს რუისურნისის კრებას გულისხმობდი. რაც იქ მოხდა, ეს იყო კიდევ ერთხელ ილუსტრაცია იმის, რაც არის
შიო ის არიან ქოცები და რაც არის ქოცი ის არის შიო რაც იქ მოხდა არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია ეს კაცი კიდე ერთხელ ვამბობ თქვენგან განსხვავებით როდესაც ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ბურთს აგორებდა ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი სოროსის ფონდში ძღებოდა ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე გერმანელების ფულით ძღებოდა ეგრეთ წოდებულები სულ ყველა ეს ადამიანი ჯერ სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა და თვალი დაკარგა მერე საქვეყნოთ რო გქონდათ აგდებული და ხოლო ტელეიმედის ნაბოზარი ჟურნალისტებიდან განსხვავებით კიდე სხვათა შორის რა თქვენ მაშინ იმას რო დგამდით რა ქვია ქრონიკას რა ქვია მოდელირებულ ქრონიკას და სხვათა შორის ამ კაცის თვალის ამოგდებაში ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული ახალაიას და იმის რა ქვია სპეცრაზმი მერაბიშვილის სპეცრაზმი მონაწილეობდა ხო თქვენგან განსხვავებით ამ ადამიანმა თვალის ჩინი დაკარგა და ეს რა ქვია მეორე რაც თავარი არის როდესაც ესენი მოვიდნენ ამად დროსაც ქოცების მიღებული პატრიარქის სახელს რო ახლა ძალიან დიდად ეფარებიან იქ და თურმე საფლავის იმაზე რო ვენებს იჭრიან გასვენებაზე და იმაზე ეს ქოცები თქვენი მიღებული კანონებით შექმნილი ქართული გეი ფილმი რო იყო ხო და მაშინ რო ეს კაცი იძახოდა მე თავს არ ვიცოცხლებო და შევაკვდებიო და რო დაიჭირეს და ყველა რო დაცინოდით ერთი მაშინ დაიჭირეთ მეორე მაშინ დაიჭირეთ როდესაც თქვენს ძვირფას კოლეგას და საყვარელს დავით უკაცრავად ბერმძღნერიშვილს პასუხი გასცა ეს კაცი დაიჭირეთ და მესამეთ ადამიანი შემოვიდა და იქ იყავით ერი და ბერი და ქვეყანაში მიმდინარე უბრალოდ უსამართლობა სხვაგან სად უნდა სიმართლე ითქვა იქ სიმართლე ითქვა პასუხი არავინ არ უნდა აგოს კოჰაბიტაციაზე და არ უნდა დამთავრდეს ქართველი ერის ტანჯვა წამება ქრისტიანობის შეურაცხყოფა და უბედურება და მოკიდეთ კაცხელი ძაღლის ლეკვივით გააგდეთ გარეთ წაგიყვანიათ მე სასაფლაოებს დაგიტოვებიათ იქეთ და შიოს სადეცალა ჯვარი ეჭირა ხელში და ისიც ვერ მოიფიქრა რომ ეთქვა ერთი წუთი გააჩერეთ რომ დამთავრდება დავამთავრებ ამ ყველაფერს დაველაპარაკები მაინც იმიტომ ის ამაყი ბუნების ისა მომავალი პატრიარქი ალბათ ეს ცოცხალი წმინდანია ხო რა ვიცი მე მგონია ახლა ამასაც ვიღაცა ახლა ხილვას ნახავს მან ნახა ხილვა რა ქვია ლელაკაგულია ახალგაზრდები მოდიანო და ყველაფერი კარგად იქნებაო და ამა ვერ მოიფიქრეთ რეპინის ნახატია ერთი ეს მღვდელი არის და ხელა მაწყარბდელს ჯვარი აქვს ჩამოკიდებული და იქით გაჭირვებული ისა და ყველას თავისი ჯვარი აქვს და რა თქმა უნდა არ ეცალა იმათ ხო რა თქმა უნდა არ ეცალათ რა თქმა უნდა ამ ადამიანის რას ქვია კოჰაბიტაცია და აი ამ ქოცება შენ მეორე თვალიც უნდა ამოგეთხყაროს ხო და რას გეტყვით ვიზია იცი სანამ ასეთი ჩათალახები იქნებით სანამ ასეთი უსინდისოები იქნებით და ამოეფარებით ჯვარს ამოეფარებით ეკლესიას ამოეფარებით ქართველობას და ამოეფარებით მანდ ქვეყანას არაფერი არ ეშველება და არა მარტო ეს ჩათალახი ქოცობა და ყანდური შიო არამედ აი ის ხალხიც რომელი ხალხიც ენა ქონდა წაგდებული და ლანძღავდით და მიწასთან ასწორებდით ამ ადამიანს სიმართლის თქმის გამო თურმე ეკლესიაში ამის თქმა არ შეიძლება აბა რა შეიძლება ეკლესიაში წამალის მოხარშვა შეიძლება ეკლესიაში სოდომური ცოდვების ჩატარება და ჰომოსექსუალიზმი შეიძლება ეკლესიაში გაუპატიურება შეიძლება ეკლესიაში ვაჭრობა შეიძლება ეკლესიაში სჯულის კანონით მით უმეტეს დადგენილია იქ სანთლის გაყიდვაც არ შეიძლება ის შეიძლება
ქალბატონო, ახლა მე თეოლოგიურ საკითხებზე ვერ დავიწყებ ლაპარაკებს, მაგრამ ახლა იაღოვლები ვინც არიან, მაგაზე შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ ინფორმაცია, ეს სექტა არის ამერიკაში შექმნილი, რომ გამოყენებული აქვს ამაღმერთის სახელი ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, რომ არასწორ გზას დააყენონ ქრისტიანი ადამიანი, ამისთვისაა შექმნილი. რაც შეეხება ისლამიდან 9 წლის ბავშვის გათხოვებას, ისლამი ქრისტიანობიდან განსხვავებით სულ სხვანაირი რელიგია არის. ისლამში ვაჭარმა რა როგორ უნდა გაყიდოს, ისიც კი არის დაწერილი. და იმ პერიოდში, როდესაც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 40-30-40 წელს აღწევდა, გათხოვების ასაკი იყო დადგენილი 13 წელიწადი. სხვათა შორის საქართველოში უფრო ნაკლები იყო კიდე დავით აღმაშენებლის დროს 12 წელი. 12 წელი. ხო, თუ ორჯერად გადაშალეთ ისტორია. ისე გამოდის, რომ დავით აღმაშენებელი პედოფილი ყოფილა? და მაშინდელი რუის ურბნისის კრება ჩატარებულ საქართველოში თუ 12 წელი იყო ქალის გათხოვების ასაკი, რაც შეეხება 9 წელს, თუ მამის თანხმობა არისო, არის შესაძლებელიო. არის ესეთი თეორიაც მოისაზრება, იმიტომ რომ თვითონ მუჰამედს ყავდა ერთი წოლიო 9 წლისო. ამ შემთხვევაში რა ხდება, როდესაც ხდება, რომ ან უპატრონოდ რჩება, ან რაღაცა, შეიძლება მისი მამის თანხმობით გაყოლება, მაგრამ დაწოლა ქმართან გარკვეული ასაკის შემდეგ, 13-14 წლის შემდეგ არის შესაძლებელი. და ამას ნუ ლაპარაკობენ ებრაელები. და ამას ნუ ლაპარაკობენ ისრაელის ტაშის მკვლელები. იმიტომ იქ 3 წლიდანაა მითითებული. 3 წლიდან გათხოვება. და იქ აი ხლა რომ ტრანსპორტის მინისტრი რო არის ისრაელის, საკუთარ თოთოჩვილ ბავშვს ცოლ-ქმარი რო აუპატიურებდა, რომელი ბავშვიც მე იტალიაში გაიქცა და იქ მკვდარი იპოვეს, აი იმაზე ილაპარაკო. ვიდრე სხვაზე. აი ეს არის თეორია მაგ ყველაფრის. კარგით, შემოკარგება, დავამთავრებ ახლა მე სხვა თემებთან დაკავშირებით მუშაობდი და უბრალოდ გამიხანგრძლივდა ვისაც გაინტერესებთ, ეს არის ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფერთან ერთად, რაც ნიკოლოზ მჟავანაძემ გააკეთა კიდე, ხო? ეს არის სახელმწიფოებრივად ძალიან დიდი ნაბიჯი. არა, პატა, ჯერჯერობით მე საჩამოსვლელი არა ვარ, იმიტომ არა ვარ საჩამოსვლელი, რომ ვერ ხედავ ჯერჯერობით შეკრებილი მებრძოლ საზოგადოებას, რომ ამ სიდამპლიდან გამოსვლა უნდოდეს ხალხს. ვერ ხედავ მე ამ იმას. როდესაც შეიკრიბება ეს საზოგადოება, ჩამოვარ და ჩემს წულს ჩემი ქვეყნისთვის ყოველთვის შევიდან და ახლა ჭაობში ჩასხმული წყალივით ნაღდათ არ ვაპირებ ამ ყველაფერს. მით უმეტეს, როდესაც ნაცი კოცი ერთია. მეტი ამ ეტაპზე არაფერი, რა ვიცი, ამის თქმა მინდოდა და აქედან უფრო მეძლევა საშუალება ჩემი სათქმელი მივიტანო ჩემ ხალხთან რა და უფრო იმიტომ. თუ არა, ამათგან განსხვავებით არც ციხის მეშინია და არც არაფერი, იქა ძალიან კარგად ვიქნები კიდე. ამათზე უკეთესად. საქათმეში რო არიან ნახევარზე მეტი შესაყრელი. ხო, რა შეეხება აი ამ იმას, რა ქვია, მომისმინე შენ შემოგევლე ერთი წუთი რა. ეს ალტინფო ნუ გამიიგივეთ რაღაცა იმასთან რა. რაღაცა ეკლესიის მცველებთან და წმინდანებთან რა. ნუ გამიიგივეთ რა. არის პოლიტიკური პარტია, რომელი პოლიტიკური პარტიას როგორც მოქმედებს, იმსახურებს ისეთ პასუხს და მისი წევრები შემოდიან და მლანძღავენ, რას ქვია მე ეს აზრი გამოვთქვი. ხო და ღებულობენ პასუხს. და ეკლესია ჩემთვის არ არის შიო და ჯაღმაიძე და გავსებული აგენტურით, მოსადის აგენტურით გავსებული საპატრიარქო. შორენა იქნება თუ სხვები იქნება. არაფრის გამკეთებელი ხალხი მაგენი არ არიან ჩემი დამოკიდებულების. დამანებეთ ამ ალტინფოელებს მილიონჯერ ვიხარ, დამანებეთ თავი. არ მინდა თქვენ ბინძურ თამაშებში ჩავება.
ხარ თქვენ ქოცი და ალტინფო ერთი მეორის ძვირფასი ხალხი ხართ, იქ მყოფი აქ მიდის, აქ მყოფი იქ მოდის. ხართ ლამაზად კოჰაბიტაციაში, თქვენი კოჰაბიტაცია გაგაჩნიათ, ტყილა ნუირგეთ ამ წამებულის როლებს და რაინდებს, თქვენი ყოფილი წევრები რას ლაპარაკობენ თქვენზე, მაგერა, ხო და რა ვიცი, მე მგონი ჭკუა თუ ყოფნით თქვენ იმას ვინმეს კიდე ჩემზე კმენა არ გაწყობთ. დავანებეთ და მე ჩემი აზრი გამაჩნია და ჩემი შეხედულება გამაჩნია და იავით ბატონო, კაი ხალხი და ვიტყვი, კაი ხართ თუ და იქნებით რაც ხართ, ვამბობ იმას. ახლა ხელისუფლებას აწყობს შიომუჯირი, იმიტომ რომ დალაგებული აქვს, კარგი ხანია შიომუჯირთან. ეკლესიას და ქოცებს, იმას ეკლესიას რა საპატრიარქოს და ქოცებს ერთმანეთში ფულების გაყოფა, იქ არჩევნებში საქმეების მოგვარება და სხვა მღვდელი რა შეაინტერესებს ამათ. რაში პატრიარქით და პრორუსი პატრიარქიო, იქნო პროევროპელი პატრიარქიო. პატრიარქი უნდა იყოს ქრისტიანი მართლმადიდებელი, ქართველი. აი ესეთი უნდა იყოს. ქრისტიანი უნდა იყოს პირველ რიგში, ეროვნული ადამიანი უნდა იყოს პატრიარქი. არ ვიცი მე პრორუსი პატრიარქი და პროევროპელი პატრიარქი მე არ გამიგი. მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ეხება საქმე და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი უნდა იყოს პირველ რიგში ქრისტიანი და ქართველი ადამიანი. აი ესა ჩემი პასუხი. შეიძლება არა ქართველი იყოს, მაგრამ ქრისტიანი იყოს. და უყვარდეს საქართველო. აუ ნახავ ჩემო ძმაო, შენ მოწერილს უკვე მე რამდენად მომწერე ბოდიში, საკუთარ დედას და ხარ ბიძას ვერ უკავშირდები და არ გეწყინოს და შემოვალ ნახავ და დაგიკავშირდე. გაიხარეთ, კარგად გრძანდებოდეთ. დიდი მადლობა.